ლომდე ამას სააკაშვილის ფიგურას არ დავუკავშირებდი, უბრალოდ არის ამაში სიმართლის მარცვალი იმდენად, რამდენადაც ბელარუსი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომამდე, სანამ ცალსახად მოხდებოდა მხარეების ესე გადაჭრით არჩევა, კიდევ იყო დასავლეთის მხრიდან იმის იმედი, რომ მოხდებოდა ბელარუსის პოლიტიკური ელიტების შემოტრიალება დასავლეთისკენ, მაგრამ აქ არის ერთი კონკრეტული საკითხი, რომ თვითონ პირადად ხელ ლუკაშენკოს It's პირადი მხარდაჭერა შესაძლოა შეიცვალოს მდგომარეობიდან გამომდინარე. უბრალოდ ჩვენ პირველ რიგში უნდა მოვახდინოთ ერთ კონკრეტულ საკითხზე ორიენტირება, რომ სანამ არის ინტერესი ასეთი მძლავრი და სანამ არის საკითხი ასეთი მწვავე, ეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენ სასარგებლოდ, რომ დაგვჭირდეს ამაში მაქსიმალურად ნაკლები რესურსის ჩადება. რასაკვირველია საქართველოს კონსტიტუციური ტერიტორიული მთლიანობა არის ის საკითხი, რასაც აუცილებლად დაჭირდება დიდი რესურსი და აუცილებლად დაჭირდება ამას სავარაუდოდ რუსეთის გავლით ურთიერთობების დაწყება, მაგრამ ერთი კონკრეტული საკითხი არსებობს. ჩვენ პირველ რიგში უნდა მოვახდინოთ კავშირი არაეთნიკურ ქართველ აფხაზ და ოს მოქალაქეებთან. ქართველს ვამბობ იმიტომ, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადნენ და ცხოვრობენ და შესაბამისად ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, საქართველოს შვილები არიან, მაგრამ უნდა მოვახდინოთ მათთან კომუნიკაციის დამყარება. რატომ? იმიტომ რომ ვიცით, რომ აფხაზები რამ ხელა პროპაგანდის ქვეშ იმყოფებიან, მათ გონიათ, რომ თუ ისინი არ ვიცი დედაქალაქშიც კი თბილისში ან მაგალითად ბათუმში ან სადმე შეხვდებიან რომელიმე ჩვენგანს და იქ გაიგებენ რომ ისინი არიან აფხაზები, მათ ელოდებათ წინ დიდი აგრესია, შესაძლოა ქუჩაში მოკლან იმხელა აგრესია ჩვენგან და რეალურად ამ ყველაფერს აჯერებენ, აქ მოქმედებს ძალიან ძლიერი პროპაგანდა და ჩვენი მხრიდან რეალურად ამ მხრივ არ მიდის მუშაობა, რომ მათ ყურამდეც მივიტანოთ რაღაც გარკვეული ინფორმაცია. მე არ ვამბობ, რომ სრული ინფორმაციის შემთხვევაში არ დაგვჭირდება სხვა არაფრის გაკეთება და ისინი უბრალოდ ხელებს გაგუშლიან და პირდაპირ ის ჩაგვეხუტებიან, ამას არ ვამბობ, რა თქმა უნდა, სხვა ნაწილებიც იქნება გადასალახი, უბრალოდ არ შეიძლება ამ რესურსზე უარის თქმა, იმიტომ რომ დღეს რბილი ძალა მუშაობს ყველაზე უფრო კარგად. ეს საკითხი ერთი საკითხი, მეორე, რაც არის აქ აუცილებლად მნიშვნელოვანი, აქ არის დროის ფაქტორი. რაც უფრო გავდიდი დრო, მით უფრო მეტად მეტი და მეტი რესურსის ჩადება გახდება საჭირო და მეტი და მეტი მუშაობა გახდება საჭირო, სანამ თუ რაღაც თვალსაზრისით არ მოგვეცა ძალიან კარგი შესაძლებლობა. ამიტომ მეტი დროის დაკარგვა აღარ ღირს და ამაზე უნდა მოხდეს კონცენტრაცია და რასაკვირველია, მოქმედებები ხშირად ხდება ზემოდან ქვემოთ, ანუ ხალხი ირჩევს პოლიტიკურ პარტიას და შემდეგ ის პოლიტიკური პარტია მოქმედებს რაღაც კონკრეტული ინტერესებით, მაგრამ ამ შემთხვევაში მოქმედებს ჩემი აზრით, მოქმედება იწყება ქვემოდან ზემოთ. ანუ საჯარო ინტერესი უნდა იყოს ამის გარშემო ძალიან მაღალი, რომ უშუალოდ მოხდეს ამ ადამიანებთან კომუნიკაცია, ამ ადამიანებთან გასვლა კავშირზე და აი ამის შემდეგ უკვე მეორე ნაწილია რა და როგორ დაალაგდება პოლიტიკურად ყველაფერი, იმიტომ რომ ეს დროის საკითხია, აუცილებლად დაგვჭირდება კიდევ ერთხელ სხვა რესურსების ჩადებაც, უბრალოდ ამ რესურსზე თავის დაყრდნობა და ვითომ არაფერი არ ხდება, გამოსავალად არ მიმაჩნია.